100,000 მოკლული ქართველი და ფერეიდანში გადასახლებული 200,000 წინაპარი. ვიღაცისთვის ეს საიუბილეო თარიღი ყოფილა. არ მოგესმათ, ირანის საელჩომ თბილისში მიღება გამართა და სტუმრებს ოფიციალური მოსაწვევი თამცნო. ვზეიმობთ ქართველების ირანში ჩასვლის 410 წლის თავსო. ჩასვლის და არა იძულებით გადასახლების. ამ დიპლომატიურ წერილში გამოქვეყნებულია სიტყვა anniversary. ამ სიტყვას ჩვეულებრივ ენაშიც კი არავინ იყენებს ტრაგედიის მოსახსენიებლად. მით უმეტეს დიპლომატიაში. ეს არის დღესასწაული, იუბილე. მათთვის ჩვენი წინაპრების სისხლისღვრა და დეპორტაცია საზეიმო ღონისძიებაა. მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. 1614-1617 წლებში შაჰ-აბასის მიერ მოწყობილი სასაკლაო და კახეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ამოწყვეტა გადასახლება იყო ქართველების გენოციდი. ეს არის ფაქტი. ისტორიული, პოლიტიკური და დღევანდელი საერთაშორისო სამართლის გაგებითაც კი. ამ საზარელ ტრაგედიაზე საელჩოს მსგავსი ზეიმი სხვა არაფერია თუ არა ჩვენი ერის, ისტორიის და აწყოს მძიმე შეურაცხყოფა და დაცინვა. მაგრამ კიდევ უფრო მძიმე სანახავია ამ ყველაფერზე ქართული ოცნების დუმილი. იმ ოცნების, რომელიც ერეკლე მეფის სახელს იყენებს, სინამდვილეში კი ანტიერეკლეებითაა სავსე. იმ სუფრასთან, სადაც ჩვენს გენოციდს ზეიმობდნენ, პირადად ივანიშვილის მარჯვენა ხელი ანზორ ჩუბინიძე იყო წარმოდგენილი. რომელიმე ევროპელ ელჩს, რომ არასწორად ჩაეხველებინა, აქამდე მთელი სამთავრობო მანქანა გალანძღავდა. ახლა კი სამარისებური სიჩუმეა. მათგან კრინტი არისმის. სამარცხვინოა, როცა ქართული ოცნება თემურ ლენგს პატივს მიაგებს, საკუთარ ხალხს უღრენს და უყევს, მაგრამ ნამდვილ ეროვნულ შეურაცხყოფაზე ხმას ვერ იღებს. ყველა ერს გააჩნია ღირსება, რომლის დაკარგვასაც აუცილებლად მოსდევს ერის განადგურება. ირანის ელჩმაც და ყველამ უნდა იცოდეს. ჩვენ გვინდა მეგობრობა ყველასთან, განსაკუთრებით მეზობლებთან, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. პატივისცემა კი დაშვებული შეცდომების აღიარებასა და გამოსწორებას ნიშნავს.